საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა. ევროკომისიამ ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად საქართველოს მთავრობის ქმედებების კურსმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობებს და საქართველოს ევროკავშირის გაფართოების პროცესს დააშორა. ანგარიში ხაზგასმულია, რომ ქართული ოცნების ქმედებები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოლოდინებს არ შეესაბამება. დოკუმენტში ასევე წერია, რომ მნიშვნელოვანი უკუსვა იყო საბაზისო საკითხებში, რაც გამოწვეულია რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. სასამართლოს სისტემის პოლიტიკურად გამოყენებით, ოპოზიციონერი ლიდერების დევნით, დემონსტრანტების უკანონო დაკავებებითა და საჯარო სივრცის შეზღუდვით. ანგარიშის შესავლის ნაწილში ნათქვამია, რომ 2024 წლის ნოემბერს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ არ დაეწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ცალსახად დაადასტურა წინა მთავრობების პოლიტიკისგან, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ევროპული მისწრაფებისგან და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან მათი გადახვევა. საქართველოს მთავრობის ქმედებები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოლოდინებს არ შეესაბამება. მნიშვნელოვანი უკუსვა იყო მთელი სპექტრის საბაზისო საკითხებში, რაც გამოწვეულია რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. სასამართლო სისტემის პოლიტიკურად გამოყენებით, ოპოზიციონერი ლიდერების დევნით, დემონსტრანტების უკანონო დაკავებებითა და საჯარო სივრცის შეზღუდვით. ბალანსისას და დემოკრატიულად გადაწყვეტილების მიღების პრინციპის წაშლამ, ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის არარსებობასთან ერთად გამოიწვია აღმასრულებელი ძალის გაძლიერება, მათ შორის სახელმწიფო მიტაცება. 2024 წლის ნოემბერში საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ არ გაეგრძელებინა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, ცალსახად დაადასტურა მათი დაშორება წინა მთავრობების პოლიტიკისგან, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ევროპული მისწრაფებებისგან და საქართველოს კონსტიტუციაში ჩამოწერილი ვალდებულებებისგან, უზრუნველყოს ქვეყნის სრული ინტეგრაცია ევროკავშირში. საქართველოს მთავრობის ქმედებების კურსმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობებს და საქართველოს ევროკავშირის გაფართოების პროცესს დააშორა. შედეგად ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია. სასამართლო სისტემის ფუნქციონირების ნაწილში წერია, რომ საქართველოს მომზადების ადრეულ ეტაპზე იმყოფება, მას შემდეგ რაც უკვე მეორე წელიწადია საქართველოს ამ კუთხით უკუსვას განიცდის. როგორც ანგარიში წერია, შეცვლილი სამართლებრივი სისტემა ძირს უთხრის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მთლიანობას და აბათილებს წინა რეფორმებს. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოში უკუსვა შეინიშნებოდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხითაც. ხელისუფლებამ კვლავ ვერ შეძლო ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობასთან, მისი პოლიტიკური ნეიტრალურობის ნაკლოვანებასთან და მაღალი დონის კორუფციულ საქმეებში საგამოძიებო ფუნქციებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე პასუხისგაცემა, წერია ევროკომისიის ანგარიში. საქართველოს მომზადების ადრეულ ეტაპზეა 2024 წლის მომზადების გარკვეულ დონესთან შედარებით დაბლა და ზედიზედ მეორე წელია, რაც უკუსვას შეინიშნება. გადახედილი სამართლებრივი ჩარჩო ძირს უთხრის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მთლიანობას და უკანწევს ადრე გატარებულ რეფორმებს. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში 2025 წლის ივნისში მიღებული ცვლილებები ასუსტებს სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას და საფრთხეს ოქმნის ძირითადი სასამართლო ინსტიტუტებისა და მოსამართლეების ანგარიშ ვალდებულებასა და მიუკერძოებლობას. საქართველოს უნდა მიიღოს და განახორციელოს სასამართლო სისტემის უფრო ფართო რეფორმა, კერძოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის შეზღუდვების დაწესება მისი წევრების ხელახლა დანიშვნაზე, კერძოდ ფიქსირებული არაგანახლებადი ვადებით. გარდა ამისა, უნდა შეიქმნას საგანგებო კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, რომლებსაც გადამწყვეტი როლი ექნებათ პროცესში. სასამართლო სისტემაში, კერძოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოსა და საერთო სასამართლოების ხელმძღვანელების, კანდიდატებისა და ახლად დანიშნული პირებისთვის. საქართველოში ფუნდამენტური უფლებების შესახებ ევროკომისია წერს, რომ ახალი რეპრესიული კანონებისა და შესწორებების მიღებით ქვეყანაში მიმდინარეობს ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვა. დოკუმენტის თანახმად პროტესტის მონაწილეებისადმი ცუდად მოპყრობა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში წამებასა და დამამცირებელ მოპყრობას უტოლდება, ფართოდ იყო გავრცელებული ანგარიშის წერის პერიოდში. ამავდროულად ანგარიშის მიხედვით საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში ვითარება გაუარეს და გამოხატვის თავისუფლების კუთხითაც და ბოლო წლის განმავლობაში ქვეყანა ამ მხრივ მზადყოფნის ადრეულ ეტაპზე ჩამოქვეითდა. სამართლიანობის თავისუფლებისა და უსაფრთხოების მიმართულება შეფასებულია როგორც გარკვეული დონის მზადყოფნა. ხაზგასმულია, რომ ანგარიშზე მუშაობის დროს ამ მიმართულებით ვითარება გაუარესდა. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ბრიუსელში პრესკონფერენცია გამართეს. მარტა კოსმა ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ მიმართა და მოუწოდა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს. მისი თქმით, ხელისუფლებას ქართველი ხალხი ევროკავშირისგან შორს მიყავს. კაია კალასის შეფასებით კი ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, ვიდრე მდგომარეობა რადიკალურად არ შეიცვლება.
კონკრეტული ზომები, რა თქმა უნდა, წევრი ქვეყნების ხელშია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ნოემბერში ჩვენ მივიღებთ ვიზის შეჩერების ახალ მექანიზმს, რაც საშუალებას მოგცემს, რომ მომავალი ნაბიჯები გადავდგათ. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი მაქვს საქართველოს მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ხელისუფლება ეუბნება მოქალაქეებს, რომ მათ მიჰყავთ საქართველოს ევროკავშირისკენ. საქართველოს ხელისუფლებავ, თქვენ არ მოყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირისკენ, თქვენ მიჰყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირისგან შორს. თუ სერიოზულად უდგებით ევროკავშირის საკითხს, მაშინ მოусმინეთ თქვენს ხალხს და შეწყვიტეთ ოპოზიციონერი ლიდერების, ჟურნალისტების, ადამიანების, რომლებიც თქვენგან განსხვავებულად ფიქრობენ ციხეში ჩასმა. ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ. Chances to enlarge the union do not come often. These opportunity windows do not open. გაფართოება არის საჭიროება. შესაძლებლობის ფანჯარა ხშირად არ იხსნება. ახლა ის გახსნილია და უნდა იქნას გამოყენებული. ანგარიში პოზიტიურია უკრაინისთვის, მოლდოვასთვის, მონტენეგროსა და ალბანეთისთვის. შეფასება სერბეთისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიისთვის და კოსოვოსთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და თურქეთისთვის შერეულია. საქართველოსთვის კი ნეგატიური. მონტენეგრო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ყველაზე დაწინაურებულია. ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, ვიდრე მდგომარეობა რადიკალურად არ შეიცვლება. საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ სახელია. ბრიუსელში გაფართოების სამიტში ევროკავშირისა და ყველა კანდიდატი ქვეყნების ლიდერები იღებდნენ მონაწილეობას საქართველოს გარდა. მათ შორის იყვნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოშკო სპაჟიკი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ჰრისტიან მიცკოსკი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი.